ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის წარმოშობის შესახებ უამრავი თეორია, ჰიპოთეზა და ლეგენდა არსებობს, თუმცა მათ შორის ძირითადი მხოლოდ 3-ია. პირველი თეორიის მიხედვით, დედამიწა და მთვარე მზის სისტემის პლანეტების ფორმირების ადრეულ სტადიაზე, ერთიანი აირმტვრიანი ღრუბლისგან ერთდროულად შეიქმნა. მეორე თეორიის მიხედვით, დედამიწა მთვარეს საკუთარი გრავიტაციული ველის საშუალებით მიიტაცა, როდესაც ეს უკანასკნელი გალაქტიკაში გადაადგილდებოდა. რაც შეეხება მესამე თეორიას, ის დედამიწის თანამგზავრის არსებობას უდიდესი კოსმოსური კატასტროფით ხსნის, რა დროსაც ჩვენი პლანეტა სხვა ციურ სხეულს შეეჯახა და ამის შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევებისგან მოხდა როგორც დედამიწის, ისე მთვარის საბოლოო ფორმირება. სხვადასხვა კვლევის შედეგი მოწმობს, რომ ყველაზე ახლოს სიმართლესთან სწორედ კოსმოსური კატასტროფის ჰიპოთეზა არის. უამრავჯერ აიღეს გრუნტის სინჯები, ანალიზი გაუკეთდა მის ტექტონიკურ სტრუქტურას და ატმოსფეროს ნარჩენს. გაიხსნა ახალი, აქამდე უცნობი ფაქტები, რომელსაც დამაჯერებელი სამეცნიერო ახსნა დღემდე არ აქვს. მთვარე მზის სისტემაში ყველაზე უნიკალური თანამგზავრია. ჯერ ერთი, მას ყველაზე დიდი შეფართებითი მასა აქვს პლანეტა თანამგზავრის სისტემებს შორის. დედამიწის გარდა სხვა არც ერთ პლანეტას არ აყავს ასეთი დიდი თანამგზავრი. ამის გარდა მთვარე დედამიწისადმი მხოლოდ ერთი გვერდით არის მიმართული. ამ ორ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთვარე დედამიწის სისტემისთვის. მზის შემდეგ, რომელიც სინათლით და სითბოთი უზრუნველყოფს, მთვარე ყველაზე მნიშვნელოვანი ციური სხეულია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს პლანეტაზე. ამ ორი ციური სხეულის გრავიტაციული ურთიერთობა პირდაპირ კავშირშია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასთან. ჩვენ სამყაროში უამრავი მოვლენაა, რომელიც პერიოდულობით ხასიათდება და ეს მთვარის დედამიწის ირგვლივ მოძრაობაზე არის დამოკიდებული. მართლაც პლანეტარული მასშტაბის შეჯახება დედამიწის ქერქის და მანტიის სტრუქტურულ ცვლილებას გამოიწვევდა და პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს მთლიანად გაანადგურებდა. შესაბამისად, თანამედროვე გეოლოგიური წარმონაქმნები და სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც დედამიწას მთვარის სახით თანამგზავრი გამოუჩნდა. არც ის არის გამორიცხული, რომ სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე იმ უცნობი ციური ობიექტის მიერ იყოს შემოტანილი. მთვარის შესახებ სხვა ალტერნატიული თეორიებიც არსებობს, რომელსაც ორთოდოქსული მეცნიერება არ აღიარებს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, მთვარე ხელოვნური ობიექტია, რომელიც იმ იდუმალი რასის მიერ არის შექმნილი, რომელსაც დედამიწა თანამედროვე ადამიანის გამოჩენამდე ბევრად უფრო ადრე ჰქონდათ კოლონიზებული. ისინი მთვარეს დედამიწის ათვისების პერიოდში როგორც შუალედურ სატრანზიტო ბაზას იყენებდნენ, თუმცა ამის პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.